პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ და არ დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალმა თანამდებობის პირმა ირაკლი შაიშმელაშვილმა იმ ცნობილ ინტერვიუში, რომელიც თქვენ ტელევიზიას მისცა და სადაც ისაუბრობდა პროვოკატორებზე, რომლებიც იყვნენ სპეციალურად განპირობებულები, ანუ ჩანერგილები, მიჩენილები აქციის მონაწილეთა გამოსაწვევად. მან ისაუბრა ძალიან დეტალურად იმ სისტემურ პრობლემაზე, სამწუხაროდ თუ როგორ ხდებოდა პროვოცირება აქციის მონაწილეების ძალიან კრიტიკულ მომენტებში და როგორ ხდებოდა გამოწვევა ადამიანების ძალიან ადვილია, ხო? ეხლა ქუჩაში გამოსული საპროტესტოდ განწყობილი ადამიანი, რომელიც ძალიან მშვიდობიანად გამოხატავს თავის პროტესტს, მაგრამ ბუნებრივია ემოციასაც ატარებს, ხო? და როდესაც მას მიაყენებს შეურაცხყოფას ერთი უწმაწური სიტყვაც კი შეიძლება იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანი გამოიყვანო წონასწორობიდან. ასეთი ადამიანები სპეციალურად ყავდა სამწუხაროდ მიჩენილი და სპეციალური ჯგუფი მუშაობდა მთელი ამ პროტესტის განმავლობაში. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს შეგახსენებთ, მე სწორედ ეხლა როგორც იურისტი ისევ საუბრობ, სამართლებრივი არგუმენტები, რაც ძალიან საყურადღებოა. ერთ-ერთ სხდომაზე მოწმე დაიკითხა, ეს არის 11 პირის ინდისის პატიმრების სხდომა, რომელსაც ვესწრებოდი და ერთ-ერთი მოწმე საუბრობდა, იხსენებდა რომ აქციის მონაწილეთა შორისო მოხდა რაღაცა თითქოს დაპირისპირება და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ ამოიცნო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც იყო გადაცმული, იყო სამოქალაქო ფორმაში, მაგრამ ის ისე იქცეოდა თითქოს როგორც აქციის მონაწილე, მაგრამ გამოიწვია სამართალდამცავები, მათი მიმართულებით განახორციელაო პროვოკაციულად რაღაცა საგანი ისროლა და ამას მოყვა მე დაპირისპირება. ამას რატო ვყვები? რომ ეს არის ფაქტები, რომელიც უკვე არის საჯარო ცნობილი და რომელიც ადასტურებს იმას, რომ სპეციალურად შერჩეული ადამიანები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ ან პირდაპირ თანამშრომლები არიან ძალოვან უწყებებში და იმისთვის არიან გამოყოფილი, რომ აქციის მონაწილეების მიმართ მოხდეს პროვოკაციული ქმედებები და მე შემდეგ დააკავონ მშვიდობიანი მოქალაქეები. ეხლა ეს მომენტიც, ეს რაზე თქვენ საუბრობდით, ხო, ეს ეპიზოდიც, რომ გაანალიზოს ობიექტურმა მსაჯულმა დაინახავს, რომ აქ ის ადამიანები, რომლებიც დააკავეს ამ შემთხვევაში, არიან ამ ვიქტიმური ქცევა ქვია ამას, გამომწვევი ქცევა სამართლებრივ ენაზე, ამ გამომწვევი, ანუ პროვოკაციული ქცევის მსხვერპლი. და სამწუხაროდ უსამართლოდ, როდესაც ხდება განსჯა და პირიქით აკავებენ უდანაშაულო ადამიანებს და მოძალადეები არიან გარეთ და არაერთი მძიმე ფაქტი ვნახეთ ჩვენ, ხო? ძალადობის ჟურნალისტებზე, ოპერატორზე, გურამ როგავას ფაქტი, მაკას ფაქტი, თქვენი ოპერატორების მიერ თავდასხმები, ჟურნალისტების მიერ თავდასხმები, უსასტიკესად კოლექტიურად დაჟილი ადამიანები და არც ერთი ადამიანი, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, არ აყავთ იდენტიფიცირებული და არ აყავთ პასუხისგებაში მიცემული. აი ეს არის მართლმსაჯულება გამრუდებული, ეს არის სამართალი, რომელიც არ არსებობს და არის მხოლოდ მაშინ და იმ დოზით, რა დოზითაც ისჭირდებათ პოლიტიკური სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებისთვის. აი ეს არის სურათი. კი ბატონო, მე მქონდა კითხვა სწორედ ამაზე, სხვათა შორის როცა პროვოკატორების რისკი საპროტესტო აქციებზე ხშირად არის ხოლმე, ხომ ისედაც სხვა დროსაც ბევრჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევები და თუ გავიხსენებთ ძველ აქციებს, უბრალოდ რამდენიმე თვის წინანდელ აქციებს, მაშინაც როცა იყო მაგალითად პოლიციასთან დაპირისპირების მომენტები, მაშინაც ჟურნალისტებიც ვამჩნევდით, რომ პროვოკატორები არიან მრავლად საპროტესტო აქციაზე იმისთვის, რომ შემდგომ გამოიწვიონ ასეთი პროცესები. აქ ბუნებრივია მეტი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ აქ რამდენად ჩანს ასე ვთქვათ თანაბარი დამოკიდებულება საგამოძიებო უწყებების მხრიდან, რადგან მართალია აქ კადრები არსებობს, ტექნიკურ სამსახურს თხომ არ მესმის სტუმრის ხმა, აქ კადრები არსებობს, თუმცა ბევრი კადრი არსებობს ასევე ძალადობის, რომელზე რეაგირებაც
როდესაც ამ დრომდე არ ყოფილა და უფრო მეტიც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იდენტიფიცირებაც კი ვერ მოხდა ამ პირების, ამ მოძალადეების. ეს ტყუილია რუსუდან. იდენტიფიცირება არ უნდათ, თორემ ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც დაიკითხა ამ 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის და სხვა 11 სინდისის პატიმრის საქმე რომ მიდის და იგივეა ზვია ცეცხლაძის და იმ 8 ასევე სინდისის პატიმრის საქმეს იქაც დაიკითხა ის სპეცრაზმელი მან თქვა არ ვიცი ხა ეს წამოწდა თუ უბრალოდ ვერ თქვა ტყუილი თქვა რომ ყველა პირი ვინც გამოდიოდა აქციების დროს სპეცდანიშნულების რაზმიდან ყველას აქვს ნომერი, ყველას იდენტიფიცირება შესაძლებელია, თქვა რომ ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ნიშანი, შეიძლება ის ძალიან ისეთი დიდი მასშტაბის ზომის არ არის, რომ ყველამ დაინახოს, მაგრამ ყველას ყავს თავისი 10 მეთაური, 20 მეთაური, ხელმძღვანელი და აბსოლუტურად მარტივად თუ უნდათ იდენტიფიცირება და დადგენა მაგალითად ვინ გაიმეტა ასე გურამ როგავა, ან ვინ გაიმეტა სხვა ჟურნალისტები, ან ის მოქალაქეები, აი ზვიადისის ისტორია ხო, 8 თვე გავიდა და ეხლა ცნეს დაზარალებულად ის ნობილი კადრი მიწაზე რომ არის რო წევს და პრაქტიკულად უგონო მდგომარეობაში მყოფ ადამიანს რომ სახეში ურტყამს ფეხს ხო სპეცრაზმელი რომელსაც ფაქტიურად სასიკვდილოდ გაიმეტა იმ ვითარებაში ეს იყო განზრახმკვლელობის პირდაპირ აი კლასიკური მაგალითი მეტი არაფერი არ არის განზრახმკვლელობა იმიტომ რომ ზუსტად იცი რომ შეიძლება აი ამ დარტყმამ მიაყენოს სასიკვდილო ზიანი ადამიანი მაგრამ დაუდევრად ეპყრობი ამ ფაქტს აი ესეთი შემთხვევების იდენტიფიცირება რომ არ მოხდა ამას მარტივი ახსნა აქვს, იმიტომ რომ ეს იყო ნებადართული, ეს იყო დაგეგმილი. ამ დავალებას აძლევდნენ ამ პოლიციელებს და იმიტომ იქცეოდნენ ესე. ამიტომ როდესაც კობახიძე ამბობს ესენი სინდისის პატიმრები როგორ არის უსინდისო საქმე ჩაიდინესო წარმოიდგინეთ ადამიანები რომლებიც იცავენ საქართველოს უკეთეს მომავალს და დგანან ქუჩაში მშვიდობიანი პროტესტით არაფერს არ აშავებენ მათ უწოდებს უსინდისოს და მკვლელები რომლებთაც აცვიათ პოლიციელის ფორმა და სხვების მუნდირსაც შეურაცხყოფენ იქ ნორმალური ხალხი ხომ მუშაობს იმ პოლიციაში ვისაც პრინციპში აქ კითხვა ასევე მიჩნდება იმ დამოკიდებულების მიმართ რასაც ავლენს სასამართლო სისტემა პატიმრების მიმართ რადგან ეს კითხვა მართლაც გაჩნდა ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების გათავისუფლება, სხვების დატოვება პატიმრობაში, რაიმე ლოგიკა შეიძლება თუ არა აქ დავინახოთ, ან რა ლოგიკას გვაჩვენებს ხო სასამართლო სისტემის გადაწყვეტილებები, ან რატომ უშვებენ, ან ტოვებენ პატიმრობაში. მე ამ ლოგიკას მართალი გითხრათ ვერ ვხედავ, მიხარია ძალიან ყველა გათავისუფლებული ადამიანის განაჩენი და მივესალმები, მიუხედავად იმისა, რა იდგა ამის უკან, ამის მიუხედავად უზომოდ ბედნიერი ვიყავი, როდესაც გამართლებელი ორი განაჩენი მოვისმინეთ და ორი ადამიანი ამ ტყვეობიდან გათავისუფლდა. აი ხა ძალიან მალე იქნება უკვე აგვისტოში, ჩვენ აი 20 აგვისტოს უკვე იქნება უკვე ამ სინდისის პატიმრების ჯგუფური დანაშაულისთვის ვინც არის დატყვევებული მათი უკვე საბრალდებო სიტყვა არის ბოლო დასკვნითი პროკურორი შემდეგ არის უკვე დაცვის სიტყვები ამისთვის ამ პროცესისთვის მიმდინარეობს მზადება და ნახავთ ძალიან მალე დადგება ეს განაჩენი ორივე საქმე ორივე ჯგუფის საქმე აი კლასიკური მაგალითია უდანაშაულო ადამიანები 8 თვეზე მეტია როგორც ხედან ციხეში აბსოლუტურად არც ერთი მტკიცებულება თელი სასამართლო გამოძიება მიმდინარეობდა ისე რომ არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ იყო მე არ მინახავს არ ვიცი ხა 29 წლის პრაქტიკა მაქვს როგორც იურის არ მინახავს საქმე სადაც არაფერი არისო არაფერი საერთოდ და შეიძლება გაასამართლო ჯგუფური დანაშაულისთვის. ეს არის წარმოუდგენელი რამ და ამიტომ გონია რომ ეხა დიდი გამოცდა უდგათ მოსამართლეებს და ყველაზე დიდი პასუხისგებლობა ეხა მოსამართლეებზია.
რას იზამენ მომავალში, როგორ მოიქცევიან ძალობნები, როგორ იქნება საერთოდ ჩვენი ქვეყანა. მოსამართლების გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული უნდა გვავიწყდება, რომ აგვისტოს თვე იწურება 1 სექტემბერს, როდესაც უკვე შეიკრიბება ევროპული კომისია, ევროკავშირის საბჭო და იმჟელებენ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი მამოტივირებელი იქნება რა ვერდიქტები არის გამოტანილი. როდესაც ზიამაღლობელი ციხეშია. თქვენი აზრით გადაწყვეტილებები, რომელიც გამომართლებელი გადაწყვეტილებები და არ ვიცით სამომავლოდ იქნება თუ არა მსგავსი კიდევ სხვა პატიმრების შემთხვევაში. არის დამოკიდებული აი ამ ვადაზე თუ აი ამ პირობებზე, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, თუ საკუთარი ამომრჩევლის განწყობაზე მუშაობს და მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებები თუ პროტესტი, აი რა განაპირობებს ქართული ოცნების პოლიტიკას ახლა და რა წილი აქვს ამ გადაწყვეტილებების განმაპირობებელ ფაქტორებს შორის პროტესტს? ეხლა ალბათ არჩევნები ყველაზე მეტად რუსუდან, იმიტომ რომ მგონია რომ წინა საარჩევნო მოკლე პერიოდში შეეცდება ქართული ოცნება აჩვენოს, რომ არ არის ისეთი აგრესიული და სასტიკი, როგორი ჩვენ ეს ვნახეთ წინა თვეებში და რამდენიმე ასეთი განაჩენი შეიძლება ამის მაგალითად ჭირდებოდეთ. და არა ის რომ 1 სექტემბრისთვის უნდა ჩააბარონ დავალება, ხო, იმიტომ რომ შეფასება დაიწყება, როგორ ხდება იმ 8 პუნქტის შესრულება, რომლითაც უნდა შეაფასოს საქართველოს თვის მიცემული ბონუსად უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება, რამდენად გაგრძელდება შემდგომი კურსი ევროპულ ოჯახში. ამიტომ ოცნებას რომ ეს არ აწუხებს და პირიქით იქცევა, რომ დაამძიმოს საქართველოს ევროკავშირში სვლის პროცესი შეაჩეროს, ამას ვხედავთ. არჩევნები ადარდებთ, უნდათ არჩევნების ისევ მოგება, ეს რა არჩევნებია, სხვა საკითხია, მაგრამ უნდათ და ეხლა ჭირდებათ აჩვენონ, რომ უფრო რბილები არიან. მე ველოდები, რომ უფრო სექტემბერი-აგვისტოს ბოლო შეიძლება იყოს ნაკლებად აგრესიული, თუმცა ვნახოთ გადაწყვეტილებები. ყველაზე მნიშვნელოვანი საინტერესო არის, ესე იგი, მაინც აქვს მისი დღის წესრიგი, საარჩევნოდ იქნება საკუთარი ამომრჩევლისთვის თუ რაღაც თავის გადასარჩენად. ის ვითარებას ისე მართავს, როგორც მას მის ინტერესში შედის. თუ არ ესმის ქალბატონეკას ჩვენ იგი მესმის თქვენი. კი ბატონო, აი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. ვითარების სიმძიმეს თქვენც აღწერდით, მათ შორის რა შეიძლება ჩვენ გველოდოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ქვეყნის შიგნით რა პროცესებიც მიდის, ასევე ვხედავთ. საპირწონე პოლიტიკას, რომელსაც აწარმოებს მეორეს მხრივ ოპოზიცია, არის თუ არა საპირწონე? პრინციპში ეს პირიქით უნდა დამესვა. რა პოლიტიკაც არის, რა წინააღმდეგობრივი მოძრაობაც აქვს უშუალოდ პოლიტიკურ კლასს, ოპოზიციას, რომელთა დიდმა ნაწილმა 8 პარტიამ გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. არის თუ არა თანაბარ წონადი დაპირისპირება ქართულ ოცნებასთან ამ ეტაპზე რა ჩანს? ხო, ეხლა ცოტა არაორდინალური ვითარება გვაქვს და მე მაინც მგონია, რომ ოქტომბრამდე ვერაფერი ვერ იქნება შეცვლილი. მთავარი არის ის, რომ შევინარჩუნოთ ის, რომ არ იყოს ურთიერთთავდასხმა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ორად გაყოფილი პოზიცია, ვინც არჩევნებზე მიდის და ვინც არ მიდის არჩევნებზე, მათ შორის არ შეიძლება იყოს ბრძოლა, ამიტომ საჭირო არის აქ რაღაცა მშვიდად სვლა, ყველამ გააგრძელოს ისე ბრძოლა, როგორც მიაჩნია მას საჭიროდ. ეხლა ენერგიების ხარჯვა ერთმანეთთან არის აბსოლუტური უგუნურება. როდესაც ხარ ასეთ არათანაბარ პირობებში, გაქვს აგრესიული კანონმდებლობა, რეპრესიებია, არა გაქვს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ახლა აქ ოპოზიციამ ერთმანეთში არ კვიოს, ვინ რომ მისი სტრატეგია არის სწორი, არის ფუჭი. ამიტომ ვნახოთ არჩევნებამდე არაფერიც არ შეიცვლება, უბრალოდ საჭირო არის ყველამ გააგრძელოს თავისი რესურსების გამოყენება და თავისი ძალისხმევის მიმართვა ამ პროცესში ისე, რომ ხელი არ შეეშალოს საერთო მიზნისკენ ბრძოლას. ყველაფერი მაინც შეიცვლება 4 ოქტომბრიდან. ახალ ფაზაში გადავა
პოლიტიკური ერთი კითხვა მაქვს ბოლოს აი ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილსაც აქვს ეს ასე ვთქვათ მოწოდება და სურვილი რომ ნაკლები დაპირისპირება იყოს პარტიებს შორის თუმცა ის ამ პროცესში დღეს სად არის აი როცა რესურსების ბოლომდე გამოყენებაზე არის საუბარი დიდი ხანია მისი აქტიურობა არ გვინახავს ეს დავაბრალოთ ასე ვთქვათ პოლიტიკურ არდადეგებს პერიოდს თუ რა შეიძლება იყოს ამაზე პასუხი? არა, ეხლა ეს უნდა დაუკავშიროთ პირდაპირ ამ მოცემულობას, იმიტომ რადგან ნაწილი პარტიების არჩევნებისთვის ემზადება და მეორე ნაწილი სხვა სტრატეგიით მიდის და ბოიკოტის პროცესია, აქ არ შეიძლება სალომე ზურაბიშვილს კონდეს რომელიმე ჯგუფთან მიკუთვნებულობა და სწორია მისი პოზიცია, როცა ის ცდილობს მედიაცია იყოს უფრო მეტად ეხლა დამაკავშირებელი, იმიტომ რომ საერთო მიზნები გვაქვს. პატიმრები გვყავს გამოსაყვანი, არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები არის მოსაპოვებელი, ამიტომ მისი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება იმ ეტაპზე, როდესაც დასრულდება აი სდა რას მოიტანს არჩევნებში ნაწილი პარტიების მონაწილეობა, იქამდე მას ვიცი რომ აქვს ბევრი საინტერესო შეხვედრა სხვადასხვა აქტივისტებთან, ჯგუფებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, ვინც არ არის საქართველოში, მაგრამ ქვეყნის გარეთ არის ძალიან აქტიურად ჩართული ამ პროცესში, არის მზადება, ერთგვარი მზადება, ესე დავარქმევდი იმისთვის, რომ შემოდგომაზე, როდესაც უკვე საჭირო იქნება გადავხედოთ ყველაფერს, რაც იყო აქამდე და განახლდეს სტრატეგიას, განახლდეს ფორმებიც და მათ შორის მოიძებნოს რაღაცა უკეთესი ფორმულა, რომელიც შესაძლებელს გახდის ყველაზე აქტიური და მოტივირებული ადამიანების გაერთიანებას, მე მგონია, რომ პრეზიდენტის როლი და მისი განსაკუთრებით სანდოობა ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან, როგორც დამაკავშირებელი საქართველოსთან, იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი აი მომავლის პერსპექტივაში.